შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიტიკური პარტია რეფორმატორების ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 15 ივნისს ბათუმში ასათიანის ქუჩაზე ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანა Volkswagen-ის 4-ვე საბურავი მოხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ნაქურდალი საბურავები იმავე მარკის საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა. სამართალდამცველებმა სამივე პირი ბათუმში მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. მოპარული საბურავები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. მაჟორიტარობის კანდიდატის ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანის გაქურდვის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ, რომლებმაც ბათუმში ასათიანის ქუჩაზე ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანის 4-ვე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა ნაქურდალი საბურავები, რომლებიც ნივთმტკიცების სახით ამოვიღეთ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.